მოგესალმებით. უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მუდმივად იმაზე იყო საუბარი, რომ ევროკავშირის ლიდერებს ომი არ სურთ. ომი არც შტატებში ბაიდენის ადმინისტრაციას სურდა და მით უმეტეს არც უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის სურდა ომი. პირიქით, ევროკავშირი ბაიდენის ადმინისტრაცია და ზელენსკი ყოველთვის მშვიდობის მხარეს იყვნენ. ყოველი შემთხვევისთვის ასეთი იყო განცხადებები. როდესაც აქ საქართველოში გლობალური დიპსტეიტის მმართული, დასავლელი პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად მეორე ფრონტის გახსნას ცდილობდნენ და უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდებოდა ხელისუფლებაზე, მაშინაც მოარული კითხვა იყო. აბა ვის უნდა მეორე ფრონტი? როგორ შეიძლება ევროკავშირში ვინმეს ომი უნდოდეს? ასე გაიარა სამმა წელმა, მაგრამ როგორც კი შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა და აღმოჩნდა, რომ მშვიდობის დამყარება ახლანდელი ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ევროკავშირმა და ზელენსკიმ მშვიდობის დამყარებისთვის ხელის შეშლა დაიწყეს. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ მოცემულობაა, რომ დღეს ამერიკის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები თანხმდებიან იმაზე, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს და ამ დროს ევროკავშირი მხოლოდ იმაზე საუბრობს, რამდენი მილიარდი მისცენ უკრაინას და კიდევ უფრო მეტად როგორ გააძლიერონ. ევროკავშირის ლიდერები ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და სხვები ვერავის რომ ვერ გააძლიერებენ, ეს თავადაც კარგად იციან. მათ განცხადებებს რაიმე ძალა რომ ჰქონოდა როგორმე 3 წლის განმავლობაში რეალურ შედეგს დავინახავდით და არა თვეში ორჯერ იმაზე საუბარს, რომ უკრაინას მეტი არახს მიაწოდებენ, მეტ ფულს მისცემენ და უკრაინა გაიმარჯვებს. აბსოლუტურად მართებულია შტატების პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის მიდგომა, რომ ომი უნდა დასრულდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და ორივე მხარის დათმობით. ეს არის საღი აზრით საკითხისადმი მიდგომა. მუდმივმა საუბარმა იმაზე, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, კრახი განიცადა. რეალურად ამ განცხადებების მიზანი არც ყოფილა უკრაინის გაძლიერება. მიზანი შტატების დიპსტეიტის დირექტივის შესრულება იყო. ომის გაჭიანურება და რუსეთის სტრატეგიული დასუსტება. სწორედ ამას ემსახურებოდა ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერების გაუთავებელი საუბრები ომში უკრაინის გამარჯვებაზე. ამავეს ემსახურება 3 წლის განმავლობაში ნარატივის დამკვიდრება, რომ რუსეთთან ლაპარაკი არ შეიძლება, პუტინს მხოლოდ ომი სურს. მომავალში პუტინს შეიძლება ევროპაში ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მოუნდეს. ამიტომ არც მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს და ომიც ასე უსასრულოდ გაგრძელდეს. ეს რომ არარეალისტური მიდგომაა, ამაზე მაშინაც საუბრობდნენ და ახლა ტრამპის ადმინისტრაციის წევრებიც ხაზს უსვამენ. დონალდ ტრამპის განსაკუთრებული წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში კიტ კელოგი ამბობდა, რომ რუსების იზოლაციისა და მათთან ურთიერთქმედების არქონის გაგრძელება აღარ არის სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი სტრატეგია. ეს არის რეალობის აღიარება და ამაში დასაძრახი არაფერი არ არის. ის რომ სანქციების შედეგად რუსეთის სრულ იზოლაციაში მოქცევა ილუზია და მედია კამპანია იყო, ესეც თავშივე გასაგები იყო. შეიძლება ამის სჯეროდათ ქართულ რადიკალურ ოპოზიციასა და მათ აქტივისტებს, მაგრამ თუ რუკას დავხედავთ, ასეთი იზოლაციის არარეალისტურობა მარტივი დასანახი იქნება. ამას დავუმატოთ ისიც თუ როგორ ვაჭრობდნენ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთთან უკრაინაში ომის პარალელურად და რუსეთის იზოლაციის გეგმის არარეალისტურობა კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება. უკრაინაში ომის დასრულებისა და მშვიდობის დამყარების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული ევროპული საბჭოს ბოლო შეხვედრაც, რომელიც 6 მარტს ბრიუსელში გაიმართა. რა თქმა უნდა, ევროკრატებმა მათი ფავორიტი ზელენსკი სამიტზე მიიწვიეს. ბევრი გადაკოცნეს, მხარზეც ბევრი უტყაპუნეს, ბელგიის მეფესაც შეახვედრეს და მოკლედ ყველაფერი ისე წარმოაჩინეს, რომ უკრაინა სადაცაა გაიმარჯვებს. უბრალოდ სულ რაღაც რამდენიმე ასეული მილიარდი ევრო აკლია ამ ტრიუმფს. თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში ტრამპთან კამათისა და ვაშინგტონიდან გამოძევების შემდეგ ზელენსკის ასეთი რეაბილიტაცია ნამდვილად სჭირდება ევროკრატების ხელით. როგორც ჩანს, ვიზიტი ლონდონში არ იყო საკმარისი. საინტერესო იყო ევროპული საბჭოს დასკვნაც, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინის გარეშე არ შეიძლება მოლაპარაკებების წარმოება და ევროკავშირის ასევე უნდა იყოს ჩართული მოლაპარაკებებში. ერთი შეხედვით ასეც უნდა იყოს, რომ არ არსებობდეს ერთი მაგრამ. თავად ევროკავშირი და უკრაინის ხელისუფლება არ არიან დაინტერესებული ომის დასრულებით. ამას აჩვენებს ზელენსკის ქცევა ოვალურ კაბინეტში. ამავე საჩვენებს ზელენსკის ოფისის მრჩევლის პოდოლიაკის განცხადება, რომ ზელენსკი ტრამპთან კამათში მართალი იყო და ბოდიშს არ მოიხდის და ამას აჩვენებს ევროკავშირის ლიდერების ქმედებებიც. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო აღნიშნავდა, რომ პოლონეთის ხელისუფლება და ბრიუსელი ცდილობენ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაბლოკვას.
ამიტომაც იყო, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება 26 სახელმწიფოს თანხმობით დამტკიცდა. უნგრეთი კი წინააღმდეგი იყო. ევროპულმა საბჭომ ასევე მხარი დაუჭირა ფონ დერ ლაიენის გეგმას ევროკავშირის თავდაცვისთვის 800 მილიარდი ევროს გამოყოფისთვის. შთამბეჭდავი გეგმაა. საინტერესოა, ეს გეგმა ფონ დერ ლაიენს რაღა მაშინ მოაფიქრდა, რაც ტრამპმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება მოინდომა. რა თქმა უნდა, არც უკრაინა დატოვეს გულდაწყვეტილი. იმ ფონზე, რომ შტატებიდან შეიარაღება და ფინანსების შემცირდა, ფინანსური მხარდაჭერის კუთხით ევროკავშირი უკრაინას 2025 წელს 30 მილიარდ 600 მილიონ ევროს გამოუყოფს. საიდანაც 12 მილიარდ ნახევარი евро იქნება უკრაინის ფონდიდან, ხოლო დაახლოებით 18 მილიარდი евро რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგებით. კიდევ რაზე შეთანხმდნენ ევროპის ლიდერები, ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტში. ომი მშვიდობის მაგივრად, ტყვიები დიპლომატიის მაგივრად. ასე შეგვიძლია დავასათაუროთ ევროკავშირის მმართველი წრეების ბოლო განცხადებები და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ევროგაერთიანება შეიარაღების რბოლაში აპირებს ჩართვას. ევროპული საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე ევროლიდერშიპმა გადაწყვეტილება მიიღო საომარი რიტორიკა საომარი პოლიტიკით გაამყაროს. ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტზე ბრიუსელში ევროპის აგრესიული შეიარაღება გადაწყდა. ევროჩინოვნიკები შეთანხმდნენ, რომ ევროპა უნდა გახდეს უფრო სუვერენული, მეტად პასუხისმგებლიანი საკუთარ თავდაცვაზე და უკეთ აღჭურვილი, რათა იმოქმედოს და გაუმკლავდეს დამოუკიდებლად არსებულ და მომავალ გამოწვევებსა და საფრთხეებს 360 გრადუსიანი მიდგომით. ეს სხვა არაფერია თუ არა ცეცხლზე ნავთის დასხმა და ომისთვის მზადება. უკრაინის ომის მშვიდობიან დარეგულირებას ბრიუსელის ელიტა დიდი სიფრთხილით რომ უყურებს, ეს უკვე ყველასთვის ცნობილია. ევროპული ქვეყნების ლიდერები ამაზე შეშფოთებას დაუფარავად გამოხატავენ. ჯერ მეორე ეშელონის ქვეყნის ლიდერები აალაპარაკეს და შემდეგ უკვე გლობალური ომის პარტიის ევროპული ფილიალის ლიდერებიც ჩაერთვნენ საქმეში. ყველაზე გულწრფელი დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი იყო, როდესაც მან განაცხადა, რომ უკრაინისთვის მშვიდობა შეიძლება ომზე უარესი იყოს. მე არასდროს მჯეროდა იმის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი პირველ რიგში სწორედ უკრაინას ეხება. ეს ომი რუსეთს, მის იმპერიალისტურ ოცნებებს და უფრო ძლიერი და დიდი რუსეთის შექმნას ეხება. არ ვფიქრობ, რომ ისინი უკრაინაში შეჩერდებიან, ამიტომ ძალიან მაშფოთებს სწრაფი ზავის მიღწევის იდეა, რადგან ეს პუტინსა და რუსეთს უფრო ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის, რათა დაბრუნდნენ შინ, კვლავ გადაიარაღდნენ, მობილიზდნენ და ისევ შეუტიონ უკრაინას თუ ევროპის სხვა რომელიმე სახელმწიფოს. შემდეგ უკვე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენის მეგობარმა დონალდ ტუსკმაც დააფიქსირა თავისი საომარი რიტორიკა. ევროპამ ამ გამოწვევას ბოლო უნდა მოუღოს. ამ შეიარაღების რბოლას ევროპამ უნდა გაიმარჯვოს. მე მაგალითად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი წააგებს ამ შეიარაღების რბოლას, ისევე როგორც საბჭოთა კავშირი დამარცხდა. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე უკრაინელებს თვითკმაყოფილი აგულიანებს, რომ მათ ომის გაგრძელება შეუძლიათ, რადგანაც ბევრი ჯარისკაცი ჰყავთ. უკრაინის გადაწყვეტილება, უკრაინის ნება იქნება გადამწყვეტი. ის დიდი სახელმწიფოა და ევროპაში უდიდესი ჯარი ჰყავთ. ასე რომ თუ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას, ეს მათი გადაწყვეტილებაა. მათ შეუძლიათ ბრძოლის გაგრძელება. ზოგადად ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები უკრაინის ომის გაგრძელებაზე ყველაზე ოპტიმისტურად საუბრობენ და ყველაზე რადიკალური რუსოფობიითაც სწორედ ისინი გამოირჩევიან. არადა თვითონ სულ რამდენიმე ათასი ჯარისკაცი ჰყავთ განკარგულებაში და საინტერესოა რა აძლევთ მათ ასეთ ზედმეტ თავდაჯერებულობას. 2 მარტს კირ სტარმერის მიერ ლონდონში დაორგანიზებულ სამიტზე უკრაინის თემაზე ბალტიისპირეთის არც ერთი ქვეყნის წარმომადგენელი არ დაპატიშეს, რაც ადასტურებს იმ ჰიპოთეზას, რომ ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის ლიდერების მოვალეობა მხოლოდ სიტყვიერი ბაქიბუქით შემოიფარგლება და რეალურ დასავლურ პოლიტიკაზე მათი ზეგავლენა მინიმალურია. ევროკავშირის მეორე ხარისხოვანი ქვეყნების შემდეგ საქმეში წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ. ყველაზე შოკისმომგვრელი გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელის ბრუნო კალის განცხადება იყო, რომელმაც უკრაინელებს 2030 წლამდე შესთავაზა ომის გაგრძელება. გერმანული დაზვერვის შეფმა განაცხადა, რომ უკრაინის ომი ძალიან ადრე არ უნდა დამთავრდეს, რადგანაც რუსეთმა თავისი ყურადღება შეიძლება ევროპაზე გადაიტანოს. ამას უკრაინელი პოლიტიკოსების აღშფოთება მოყვა. უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა იულია ტიმოშენკომ თავისი ბრაზი ვერ დამალა და ეს ის არის, რისი დაჯერებაც არ გვინდოდაო. სწორი შენიშვნაა, რადგანაც აქამდეც ნათელი იყო, რომ დასავლეთი უკრაინის ხორბლშეწირვითაა დაკავებული და გლობალური დიპ სტეიტის წარმომადგენლები ისე საუბრობენ უკრაინის ომზე, თითქოს ეს ვირტუალური თამაში
ბრძოლაში იყოს რუსეთის წინააღმდეგ და ათასობით უკრაინელის სიკვდილი და ქვეყნის განადგურება ის საფასურია, რაც უკრაინა უნდა გადაიხადოს დასავლეთის პროქსი ომში მონაწილეობისთვის. ომის დაწყებამდეც და დაწყების შემდეგაც ყველასთვის მარტივი გასაგები იყო, რომ უკრაინა მსოფლიო პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე ჩვეულებრივი პაიკია. განა ტიმოშენკომ, პოროშენკომ ან ზელენსკიმ არ იცოდნენ ეს, მაგრამ ყველა მათგანმა საკუთარი ვიწრო პოლიტიკური და ფინანსური ინტერესი ეროვნულ ინტერესზე მაღლა დააყენა. და ახლა იმაზე წუწუნი, რომ ამის დაჯერება არ გვინდოდა, ნიანგის სრემლებს წააგავს. ყველაზე შორს ესტონელი პოლიტიკოსი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი წავიდა. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელმა თავისი ოცნება საჯაროდ გააჟღერა. ის თურმე ჩინეთთან ომისთვის ემზადება და რუსეთის დამარცხება ამ საომარ გზაზე აუცილებელი ამოცანაა. ჩინეთი ეკონომიკურად ბევრად აღემატება რუსეთს, ისევე როგორც სამხედრო თვალსაზრისით. თუ თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ კოლექტიურად რუსეთის დამარცხება არ შეგვიძლია, მაშინ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ჩინეთს? აი ამას ამბობს ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი. დიპლომატიური სტანდარტების სრული იგნორირებით თავის მილიტარისტულ ძრახვებს ვერ მალავს და პოლიტიკურ უმეცრებაში გადადის. ამის შემდეგ ყველაზე გულმხურვალე ევროცენტრისტებსაც გაუჭირდებათ იმის უარყოფა, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები ომის პარტიას განეკუთვნებიან. ეს დაყოფა რა თქმა უნდა პირობითია, მაგრამ აქ მთავარი შინაარსია, რომ სწორედ ევროკავშირი ცდილობს უკრაინის ომის მაქსიმალურ გახანგრძლივებას სხვადასხვა საბაბით. მაგრამ აქვე არ უნდა გამოგვჩეს მეტად მნიშვნელოვანი გარემოება, რასაც ხშირად არ ეთმობა სათანადო ყურადღება. ევროკავშირის ლიდერები საკუთარი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და ევროკავშირის ანტიდემოკრატიულ მმართველობას მთელი მსოფლიოს დასანახად აშიშვლებენ. ბოლოს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და ესპანეთის მოსახლეობა ხარს უჭერს სამშვიდობო მოლაპარაკებას უკრაინის შეიარაღების და ომის გაჭიანურების მაგივრად, თუნდაც რუსეთს დარჩეს უკრაინაში დაკავებული ტერიტორია. არც კაია კალასი, არც ურსულა ფონ დერ ლაიენი, არც ანტონიო კოშტა და სხვა ლიდერები არ გამოხატავენ საკუთარი ხალხის ნებას და პირიქით, მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. დღესდღეობით ევროკავშირის სინდისი უნგრეთზე და სლოვაკეთზე გადის და სწორედ ამ ქვეყნის ლიდერები განასახიერებენ ევროპულ რაციონალიზმს და პაციფიზმს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ ევროკავშირის ლიდერები ომის გაგრძელების მცდელობაში დაადანაშაულა. საწყენია, რომ პოლონეთის მთავრობა დანარჩენ ბრიუსელთან ერთად სამშვიდობო მოლაპარაკებების არ დაშვებას ცდილობს. ასეთი ქცევა ევროკავშირის იზოლაციას იწვევს. მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობას ამერიკის და უნგრეთის ჩათვლით მშვიდობა სურს. ევროკავშირის 26-მა წევრმა კი ომის გაგრძელებას დაუჭირა მხარი ხუთშაბათს. სიმართლის ლაპარაკი და მშვიდობის მხარდაჭერა ევროკავშირში შეიძლება დასჯადი გახდეს. ევროდეპუტატები უნგრეთისთვის ხმის ჩამორთმევას განიხილავენ, რათა უნგრეთმა და მისმა ლიდერმა ვიქტორ ორბანმა დემოკრატიულად ვეღარ შეძლოს წინააღმდეგობის გაწევა ევროკავშირის ძირგამომთხრელი პოლიტიკისთვის. აი ამ დაძაბულობის და დენთის სუნის ფონზე გაიმართა ევროპის საბჭოს მორიგი საგანგებო სხდომა ბრიუსელში, სადაც მთავარი თემა ომი და შეიარაღება იყო. რამხელა ფარსი და ტრაგიკომედიაა, რომ ერთ დროს მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი ევროკავშირი დღეს ომის მთავარ წამხალისებლად და აგიტატორად გადაიქცა. ჩვენ გადაიარაღების ერაში ვართ. ევროპა მზადაა მასიურად გაზარდოს სამხედრო ხარჯები. მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინის მხარდასაჭერად და ასევე გრძელვადიანი საჭიროებისათვის ევროპის უსაფრთხოებისათვის. ეს უზარმაზარი თანხა, რასაც ჩვენ წევრ სახელმწიფოებს ვთავაზობთ ერთობლივი შესყიდვებისათვის. 800 მილიარდი ევრო. ეს წარმოუდგენლად დიდი თანხაა. ერთ რაღაცაში ქალბატონი ფონ დერ ლაიენი აშკარად მართალია. 800 მილიარდი ევრო ნამდვილად დიდი თანხაა, რომლის გამოყენებითაც ევროკავშირს შეეძლო ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევა ეცადა. რამდენიმე თვის წინ ცნობილმა იტალიელმა ეკონომისტმა, იტალიის ყოფილმა პრემიერმა და ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ ევროკავშირის მმართველ რგოლს ზუსტად იმავე თანხის 800 მილიარდი ევროს გამოყენება ურჩია ევროპის გადასარჩენად. 2024 წლის სექტემბერში დრაგიმ ევროპული ეკონომიკის განკურნებისთვის დიდი ანგარიში გამოაქვეყნა. დრაგის პროგნოზი საკმაოდ მძიმეა და ევროპას აფრთხილებს შესაძლო კრახზე. მარიო დრაგი სხვადასხვა აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდა, რათა ევროპულმა ეკონომიკამ კონკურენცია გაუწიოს ამერიკულ და ჩინურ ეკონომიკებს, რასაც ის უკვე ბევრი მიმართულებით ჩამორჩება. ეკონომიკური დაცემის მთავარ მიზეზად მარიო დრაგი სუსტ მწარმოებლურობას ასახელებდა. ანუ ეკონომიკური ნაყოფიერება ევროკავშირში რეკორდულად არის შემცირებული და ეკონომიკური სტაგნაციის შესაჩერებლად ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ევროპელი პოლიტიკოსი და ეკონომისტი ახალი ინვესტიციების მეშვეობით ხელოვნური ინტელექტის სფეროში და ციფრულ ეკონომიკაში ევროკავშირის სავალალო მდგომარეობის გამოსწორებას თავაზობდა ბრიუსელს. წინააღმდეგ შემთხვევაში დრაგი
მისგანწყვეტილება ევროკავშირს ნელი აგონია უწინასწარმეტყველა. მაგრამ ეკონომიკის გადარჩენის მაგივრად ევროკავშირის ლიდერებმა სამხედრო შეიარაღება და ომისთვის მზადება გადაწყვიტეს. Ursula von der Leyenis მიერ დაანონსებული 800 მილიარდი ევრო ჰაერიდან არ ჩამოვარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ შემცირდება სოციალური ხარჯები და ეკონომიკური კეთილდღეობა. საშუალო ევროპელი მოქალაქის ცხოვრება გაუარესდება და ევროკავშირის კოლაფსი კიდევ უფრო დაჩქარდება. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საგარეო ვალის გაზრდასაც აიძულებს ბრიუსელის ევრობიუროკრატია. ოღონდ მილიტარიზაცია და საომარი პოლიტიკა გააგრძელო. გერმანიაში უკვე კონსტიტუციური ცვლილებებიც კი განიხილება სამხედრო ხარჯების გასაზრდელად. გერმანიის კონსტიტუციის თანახმად საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს და სწორედ ამ შეზღუდვის მოხსნას ცდილობს ფრიდრიხ მერცი ბუნდესვერის ბიუჯეტის გასაზრდელად. არადა არჩევნებამდე ამ მომრჩეველს საპირისპიროს პირდებოდა. მოკლედ ევროკავშირის ლიდერები გლობალური deep state-ის დავალებით მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფით და საომარი პოლიტიკით შიგნიდან ანგრევენ ევროპულ კონტინენტს. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი მართალი იყო, როდესაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარმოდგენილ ევროლიბერალებს პირდაპირ განუცხადა, რომ თქვენი მთავარი მტერი არა რუსეთი ან რომელიმე გარე აქტორი, არამედ თქვენს მიერ გატარებული პოლიტიკაა. როგორ აპირებს სამხედრო შეიარაღების წარმოებას ევროპაში Ursula von der Leyen's აღარ დაუკონკრეტებია. ევროპის დეინდუსტრიალიზაცია აქტიური ტემპით მიმდინარეობს, რაც რუსულ იაფენერგორესურსებზე უარის თქმით მეტისმეტად დაჩქარდა. ყველაზე საგრძნობი კი ეს გერმანიაშია, სადაც ცნობილი კომპანიები ერთმანეთის მიყოლებით ხურავენ ქარხნებს და თანამშრომლებს ათავისუფლებენ. მაგრამ აქ ერთი კითხვა ჩნდება. ვინ არის მზად ევროპაში იარაღი აიღოს ხელში და იომოს? ბერლინერი ჰიპსტერი, ფრანგი ლიბერალი თუ LGBT პროპაგანდით ტვინ გამორეცხილი სხვა ქვეყნის მკვიდრნი. ევროპელები უკრაინელების სიცოცხლის ფასად ცდილობენ რუსეთის დასუსტებას, მაგრამ თვითონ საომრად იქ არ მიდიან. არათუ საომრად, სამშვიდობო მისიის ფარგლებშიც უარს ამბობენ საკუთარი სამხედროების უკრაინაში გაგზავნაზე. ერთ-ერთმა ყველაზე ანტირუსულად განწყობილმა პოლონეთმა პირველმა განაცხადა უარი ამ ინიციატივაზე. შემდეგ იტალიის, გერმანიის და ესპანეთის წარმომადგენლებმაც ეჭვით შეხედეს ამ ინიციატივას და ჯერ თანხმობა არ განუცხადებიათ. საბერძნეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა და გამორჩეულმა ინტელექტუალმა იანის ვარუფაკისმა ცოტა ხნის წინ გერმანიაში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ბოლომდე გააშიშვლა ევროკავშირის ფარისევლობა და სიბრიყვე. მეგობრებო, გერმანელებო, მოქალაქეებო, დებო და ძმებო, ერთ დროს ჩვენ გვქონდა ოცნება. ეს იყო ოცნება, რა შეიძლება ყოფილიყო ევროპა. ეს არ იყო ოცნება ერთიან ბაზარზე, არც ერთიან ვალუტაზე, არც საერთო ბიუჯეტზე. ჩვენ ვოცნებობდით ევროპაზე, როგორც მშვიდობის და სამართლიანობის პროექტზე. მაგრამ ეს ოცნება აორთქლდა. როდესაც ცივი შუქის ფონზე გავიღვიძეთ, ეს ოცნება გაუჩინარდა. 15 წლის წინ საბანკო კრიზისმა მოიტანა ქამრების შემოჭერის პოლიტიკა ბევრისთვის და ადამიანთა მცირე რიცხოვანი ჯგუფისთვის ბევრი ფულის ბეჭდვა. ეს სამართლიანობის დასასრული იყო. ეს ევროპის გრძელი ზამთრის დასაწყისი იყო. გერმანიის გრძელი ზამთრის, დეინდუსტრიალიზაციის, სტაგნაციის დასაწყისი. კლასობრივი ომის დასაწყისი ევროპელების უმრავლესობის წინააღმდეგ. მათ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად დაზარალებული ხალხის შესაჩერებლად, რომელიც მათ გამოწვევას ცდილობდა, მათ თქვენი დატერორება გადაწყვიტეს. თქვენ გყავთ მისტერ პისტორიუსი, გერმანიის თავდაცვის მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ პუტინი ახალი ჰიტლერია და ჩვენ მშვიდობის მომხრეები, პუტინის სასარგებლო იდიოტები ვართ თურმე. მე მაქვს კითხვა ბატონ პისტორიუსთან, მე მაქვს კითხვა ქალბატონ von der Leyenთან, მე მაქვს კითხვა ბატონ ფრიდრიხ მერცთან. თუ პუტინი ახალი ჰიტლერია, რატომ არ აგზავნით თქვენს ჯარებს მოსკოვის ასაღებად? რატომ არ ცდილობთ პუტინისთვის ნიურნბერგის პროცესის მოწყობას? სიმართლე იმაშია და ნუ იფიქრებთ, რომ პუტინი ჰიტლერია. ევროპელები 10 წლეულების განმავლობაში მასთან ბიზნეს აწარმოებდნენ მშვენივრად. ერთადერთი რითაც ისინი არიან დაინტერესებული, ესაა ძალიან მომგებიანი, დაუსრულებელი ომი. ისინი მარტო ამაზე ზრუნავენ. რასაც იანის ვარუფაკისი ამბობს, ეს ჟიუტი ფაქტებია და არა მისი კერძო მოსაზრება. ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე ევროკავშირის მიერ გატარებული ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, რაც მათი წევრი ქვეყნებისთვისაც სავალდებულოა, საზოგადოებრივ სიკეთეებზე ხარჯების შემცირება სულ უფრო მეტად ხდებოდა, რასაც სხვანაირად ქამრების შემოჭერის პოლიტიკა ჰქვია. მაგრამ ევროპელების კეთილდღეობას კიდევ უფრო დიდი ზიანი მიადგა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის გაგზავნით, ხოლო ახლა
ახლად დაანონსებული აგრესიული მილიტარიზაციის შედეგად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ევროპული სოციალური სახელმწიფოს ელემენტები წარსულს ჩაბარდება. ევროკავშირის გაცხადებული მასიური მილიტარიზაცია იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ხარჯები შემცირდება და სამხედრო ხარჯები რეკორდულად გაიზრდება. ანუ ის, რის გამოც ბევრი ადამიანისთვის ევროპა მიმზიდველი იყო, ხელმისაწვდომი განათლება, ხარისხიანი და საყოველთაო ჯანდაცვა, სოციალური დახმარებები და ასე შემდეგ დავიწყებას მიეცემა და ამის მაგივრად ევროპულ კონტინენტზე იარაღის ჟღარუნი და ომისთვის მზადება დაიწყება. მაგრამ ისევ რიტორიკული კითხვა უნდა დავსვათ. ამ იარაღს ვინ აიღებს ხელში? ევროპული საბჭოს სამიტს, რა თქმა უნდა, არ ჩაუვლია სტანდარტული ნარატივის გარეშეც. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის ბოლო სარაკეტო თავდასხმა მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მშვიდობა არ სურს. ხაზგასასმელია, რომ კაია კალას არასდროს არ მოუნდომებია მის რუს კოლეგასთან მოლაპარაკება, ისე როგორც ეს მისმა ამერიკელმა კოლეგამ გააკეთა. ალბათ მისი პოზიციის გამო მოხდა, რომ ვაშინგტონში ჩასულ კალას მარკო რუბიო არ შეხვდა. შეხვედრა სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს უნდა ყოფილიყო, მაგრამ გადაიდო. კაია კალასის განცხადებებისა და პოზიციების ფონზე არ არის გასაკვირი და ძნელი მისახვედრი თუ რატო. მე ივანე შაიშმილაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.